მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ოზურგეთიდან. მივემართებით მე და ჩემი ომარ ომარიჩი კომულეთში. მოკლედ გურიაში საქმე მქონდა. ლანჩხუთშიც ვიყავით და ჩოხატაურშიც და ოზურგეთშიც. დავიწყოთ იმით, რომ ჩოხატაური მოგვეწონა ძალიან, ჩვენ და სამარცხინოდ არ ვიყავი ნამყოფი. უნიკალური მდებარეობა აქვს. ლანჩხუთი დიდად არ მომეწონა ბოდიში ლანჩხუთლებთან. ოზურგეთის მდებარეობა შესანიშნავია. მაგრამ ამ ქალაქის სახელი შესაძლებელია ძვირფასო მეგობრებო. რაუბედურებაა სამარცხინო. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს ოზურგეთი თურქულად. მოისაქმე და გაიკეციო. სირცხველი არ არის, ქართველებო არ გწყვენია? არ გწყვენია, რა ესეთი სახელი არსებობს? ესეთი პუნქტი არსებობს, ესეთი ქალაქი არსებობს საქართველოში? ჯერ ესეთი თურქები დაბცინიან. ამას ჯობია მახარაძე ერქვას, კაცო. სირცხველი არ არის? რა ოზურგეთი? გურულებო, გენაცვალეთ გადაარქვით ქალაქს სახელი, კაცო. ამას ჯობია მახარაძე ერქვას, კაცო. და ორჯონიკიძე ერთად თუ გინდა. რა ოზურგეთი? სირცხველი არ არის? და საერთოდ თურქული ტოპონიმიკა უნდა ამოიშანთოს საქართველოში. რა ქესალო და რა ყიზი ლაჯლო და რა ისა. მოისპოს უნდა ეს თურქული ტოპონიმები, ეს არის ძალით მოთხრეული ტოპონიმები საქართველოში, ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმები, მოთხრეული ტოპონიმები და ეს უნდა მოისპოს საქართველოში, ისევე როგორც ეხლა გადმოუგდიათ ენები ვიღაც უციგნურებს და ბორჩალო. ბორჩალოს წარმოდგენა არ აქვს. ვინ არის ბორჩალო? რას ნიშნავს ბორჩალო? ეს იყო ჩვეულებრივი ხიზილბაშური ტომი, ბორჩალო, რომელიც ჩაღაბასმა ჩამოათესლა საქართველოში. და ვიღაცებს უხარიათ რა ბორჩალო და ბორჩალო. მე კი არა ვარ კაცო თურქულის წინააღმდეგი. გაუმარჯოს თურქეთს თავის სამშობლოში ალტაის მხარეში რა. რო ახლა იქ დღევანდელი თურქეთი სადაც არის ანატოლიის ზეგანზე წამოჭიმული. ყოფილი ბიზანტიის იმპერიის გული რო აქვს დაპყრობილი 1074 წლის მანასკერტის ბრძოლის შემდეგ განსაკუთრებით. ეს არ არის თურქეთი სამშობლო. თურქები არიან წამოსული დღევანდელი ალტაის მხრიდან. იქედან და მე-10 საუკუნეში გამოჩნდნენ მცირე აზიაში და კავკასიაში, ასე რომ აი ოზურგეთი დაამთავრდა ეხლა. ყოველეთში მივდივარ და შესანიშნავი ადგილებია. ორი ადგილებია ვენაცვალე საქართველოს. მაგრამ სირცხვილია მეგობრებო, რომ აი ნამდვილად სირცხვილია, რომ ოზურგეთი გვია საქართველოში ქალაქს რა. მე ეს ისედაც მტკივა თითქოს რა მნიშვნელობა აქვს, ხა მე იმერელი ვარ თუ გურული ვარ, ჩემი საქართველოა და ყველგან საქართველოა და ასე არ არის ბატონო მა? გეთანხმები ბადარად გეთანხმები ნაოდიკა ამას დრო ჭირდება და არაფერი დრო არ ჭირდება, არაფერი დრო არ ჭირდება, ამას ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვინმე უნდა აიღოს ინიციატივა თავის ხელში, რა თავის დანაკლია. ასე რომ ჩემო ძვირფასო გურულებო, ჩემო მაგარო ქართველებო, ოზურგეთს შეუცვალოთ უნდა სახელი. არავით არის ძალიან ცუდი სახელია ძვირფასო მეგობრებო. ეხლა ყველამ კარგად იცით რასაც ნიშნავს ოზურგეთი თურქულად, კაცო. საქართველოში რა უნდა თურქულ ტოპონიმებს, თან ასეთ სამარცხინო ტოპონიმებს. აბა იცოცხლეთ და იხარეთ 1000 წელი. დამდეგ მარიამობას გილოცავთ. ბედნიერად.